გარემოსათვის ზიანის მიყენების გამო საქართველოში შეიძლება ეტაპობრივად დაიკრძალოს პლასტიკის პარკი. პრინციპში აქ შეიძლება ფორმალურად არის, როდიდან დაიწყება საქართველოში პოლიეთილენის პარკების მოხმარების აკრძალვა და რა მავნე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ მათ გარემოსათვის. ამაზე ვისაუბრებთ ვიკა მეტრეველთან, არჩენების მართვის სამსახურის წარმომადგენელთან, რომელიც საქმე ენდილის სტუმარია უკვე. მოგესალმებით, მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩვენთან ერთად. სანამ რეკლამა იყო, ვისაუბრობდით ვიზა ლიბერალიზაციის პარალელურად ევროპის იმ ვალდებულებებზე, რომელიც ამ ნაწილში გვაქვს, თუმცა ეს არ არის კონკრეტულად ამ ვადებზე განსაზღვრული და წინ სწრაფად ხდება განხორციელება. თუმცა მოდით დავიწყოთ იმით, რა უნდა შევცვალოთ იმისათვის, რომ პლასტიკის გამოყენება შევამციროთ და რაზე არის საუბარი, რაც შემდეგ უკვე პარლამენტმა და მთავრობამ უნდა განხილვა. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებლებს. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და მინდა ყველას მოგილოცოთ ვიზა ლიბერალიზაცია. რაც შეეხება უშუალოდ გარემოსდაცვის სამინისტროს ინიციატივას, სამინისტრო მუშაობს პლასტიკის პარკების შემცირების მიზნით ნორმატიული აქტის პროექტზე, რაც გულისხმობს, პირველადი ვერსია აღნიშნული პროექტის, რომ ეტაპობრივად მოხდეს პლასტიკის პარკების აკრძალვა. კონკრეტულად 2017 წლის 1 სექტემბრიდან რომ აიკრძალოს 10 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკი, გამოყენება, რეალიზაცია და ასევე საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტი, ხოლო 2018 წლის 1 იანვრიდან რომ აიკრძალოს 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტი, ასევე რეალიზაცია და აიგოს ეს მიკრონები რაც უნდა პარკები, რომელსაც ჩვენ ერთჯერად ხელ პარკებს ვუძახით, მათზე არის საუბარი. მიკრონი არის სისქის, პარამეტრები, რომ იხდეს ყოველდღიურ გამოყენებაში, რომელ პარკებზე არის საუბარი. რომ ცოდნო და წამოვიღებდი ალბათ ნიმუშებსაც საინტერესო იქნებოდა. ეს არის ყველაზე თხელი პლასტიკის პარკი, დაახლოებით ერთჯერადი, რომლის მეორედ გამოყენება, ხელმეორედ გამოყენება აღარ ხდება. თვითონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც არის მთელი რიგი რეგულაციები აღნიშნულთან დაკავშირებით. 2015 წლის 29 აპრილს ევროკავშირმა მიიღო დირექტივა, რომელიც ეხება პლასტიკის პარკების, განსაკუთრებით ეხება მსუბუქ ფრაქციას, დაახლოებით ეს ფერადი პარკები, რომელიც ძალიან თხელი სისქისაა, ეს მოხდება 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკებში და შეზღუდვად შეეხება ამ პარკებს. ძალიან მსუბუქია და ქარისმიერ მარტივად ხდება მათი გადატანა და არის დანაგვიანებული როგორც ტყეები, დინარები, იმიტომ რომ კი და რაოდენობითაც ეს არის ყველაზე დიდი და ბაზრის დაახლოებით 40% უჭირავს 15 მიკრონზე ნაკლები სისქის. როგორც აღნიშნე, აღნიშნული დირექტივის შესაბამისად, რომელიც 2015 წელს მიიღო ევროკავშირმა, ახდენს დიფერენციაციას პლასტიკის პარკების და 15 მიკრონზე ნაკლები პლასტიკის პარკს მოიაზრებს როგორც ყველაზე მსუბუქ ფრაქციას და 50 მიკრონზე ნაკლები სისქის პარკს როგორც მსუბუქ ფრაქციას. შესაბამისად 2010 წლის მონაცემით ევროკავშირის ერთი მოქალაქე წევრი ქვეყნების იყენებს დაახლოებით 198 პლასტიკის პარკს საშუალოდ. და აღნიშნულ დირექტივის შესაბამისად წევრი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, რომ ეს რიცხვი შეამცირონ 90-მდე 2019 წლისთვის, ხოლო 2025 წლისთვის რომ აღნიშნულმა ციფრმა მიაღწიოს 40. ჩვენ შემთხვევაში ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ჩატარდა შეფასება პლასტიკის პარკებთან დაკავშირებით და 2014 წლის მონაცემით, რომელიც უფრო მზარდია და ბუნებრივია, ეხა ეს ციფრი ალბათ არ გვექნება, საქართველოს ერთი მოქალაქე საშუალოდ მოიხმარს 525 პლასტიკის პარკს. აღნიშნული პროექტის 5 ჯერ მეც ვიდრე სამიზნე არსებობს. კი, თუმცა სხვადასხვა ქვეყნებს სხვადასხვა სტატისტიკა აქვს და აღნიშნული პროექტის შემუშავების დროს, როცა ვეცნობოდით საერთაშორისო გამოცდილებას, ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე ქვეყნის მაგალითი. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საფრანგეთია პირველი ქვეყანა, რომელმაც 2016 წლიდან აკრძალა 50 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკები, ხოლო 2017 წლიდან აკრძალა მთლიანად პლასტიკის პარკები. რაც გულისხმობს ამ შემთხვევაში უკვე გარემოსდაცვის სამინისტროს ხედვა, როგორ უნდა მოხდეს საქართველოში შემცირება, ეს აკრძალვით მოხდება, თუ აი იმ მეთოდოლოგიით, როგორც ხშირად მიმართავენ მაგალითად მარკეტები, როდესაც ფასს ადებენ კონკრეტულ პარკებს, ანუ დღეს აღარ არის ისე როგორც იყო წლების, როცა უფასო იყო მსგავსი, ვთქვათ, მომსახურება მარკეტების მხრიდან. ანუ რა მეთოდოლოგიას მიმართავთ იმ პროექტით, რომელსაც თქვენ საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენთ მოგვიანებით?
ანუ როგორც აღნიშნე, საერთაშორისო გამოცდილებით ყველაზე კარგი ეკონომიკური, ანუ ყველაზე კარგი ინსტრუმენტი შეზღუდვის კუთხით არის ფასის დადგენა და დაწესება, ან რაიმე გადასახადების, ანუ ეკონომიკური ინსტრუმენტებს ევროკავშირის წევრი ქვეყნები იყენებენ და რომელსაც უფრო კარგი ეფექტი აქვს. იგივე ირლანდიის შემთხვევაში ირლანდიამ დააწესა 2002 წელს გადასახადი 15 ცენტის ოდენობით ერთი პლასტიკის პარკზე, რომელმაც 300 თუ მაჩვენებელი იყო 328 პარკი ერთ მოქალაქეზე შეამცირა 90%-ით. და შემდგომ გაიზარდა აღნიშნული გადასახადი და საბოლოოდ 2014 წლის მონაცემით ირლანდიის ერთი მოქალაქე იყენებს 14 პლასტიკის პარკს წელიწადში. ანუ თუ ავიღებთ მაგალითად იგივე დანიის მაგალითს, დანია ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანა ასევე გარემოს დაცვითი კუთხით, დანიაში ერთი მოქალაქე იყენებს 4 პლასტიკის პარკს წელიწადში. რაც ნამდვილად თანამედროვე იმ მონაცემების გათვალისწინებით, რაც პლასტიკა უქმნის პრინციპში ბუნებას პრობლემას, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებს ვკითხულობ, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ 2050 წლისათვის ოკეანეებში იქნება იმაზე მეტი ცელოფანი, ანუ პარკი, ვიდრე თევზი, იმიტომ რომ რეალურად სანაგვეებიდან ხდება ძალიან დიდი რაოდენობით მობილიზება სწორედ ოკეანეებში ამ პლასტიკის. ჩვენთან როგორ ხდება სანამ თქვათ ეს რეგულაციები ამოქმედდება ამ პარკების თქვათ სანაგვეებზე განთავსება, შემდეგ დახარისხება და ისე რომ ბუნებაში არ იყოს გაფანტული. აი ამ მიმართულებით თუ იქნება რაიმე სახის რეგულაციები. რაც შეეხება თვითონ, ანუ ყველაზე დიდი პრობლემა და გარემო ყველაზე მეტად ბინძურდება ნამდვილად პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციის მოხმარების შედეგად ნარჩენებით. აღნიშნული ნარჩენები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ რომ ქიმიური შემადგენლობის მიხედვით და ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე 100 წლეულები ჭირდება მის სრულად დეგრადაციას. საუკუნის ნაგავსაც უწოდება. კი, და რაღაცა უკვდავი ნაგვის სახით გვევლინება პლასტიკის პარკები. ჩვენ შემთხვევაში და განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ ერთჯერადი გამოყენების პარკებზე, მისი ხელმეორედ გამოყენება არ ხდება და რეალურად ის უკვე თავსდება კონტეინერებში უკეთეს შემთხვევაში, თუმცა არის შემთხვევები, როცა ქარის მიერ გადაიტანება და აბსოლუტურად დაბინძურებულია როგორც ტყეები, რეკრეაციული ზონები, მდინარეები, ტბები და შესაბამისად საკმაოდ დიდი რესურსია საჭირო იმისთვის, რომ მოხდეს როგორც ამის დასუფთავება, ასევე მისი სწორად გარემოს დაცვის ალბათ უკეთესი იქნება პრევენციისთვის თანხების დახარჯვა და პროექტების შექმნა. თუ არის გათვალისწინებული დაახლოებით რა ბიუჯეტი იქნება საჭირო იმისათვის, რომ აი ამ მოხმარების შემცირებისათვის გარემოს დაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციები ამოქმედდეს და ძალაში შევიდეს. ფინანსური გათვლა ეხა გამიჭირდება რომ კონკრეტულად ამ პროექტს არ დაჭირდება თუ არ არის ჯერ დათვლილი? დაჭირდება ფინანსური გათვლა, ბუნებრივია, ნებისმიერი ნორმატიული აქტი, რომელიც გადის, უნდა იყოს შესაბამისი ფინანსური გაანგარიშებით, რაც გამოიწვევს, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ პროექტის გაცნობის მიზნით შევხვდით როგორც წარმოებლებს პლასტიკის პარკებს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ საქართველოშიც აქტიურად ხდება მისი წარმოება, არა ვართ მხოლოდ იმპორტზე დამოკიდებული, ასევე სავაჭრო ობიექტის წარმოადგენლებს, სადაც ყველაზე დიდი ოდენობით ხდება მომხმარებლებისთვის პლასტიკის პარკების დისტრიბუცია. ამ რეგულაციით თუ 15 მიკრონზე საუბრობთ ახლა რომ იყოს აკრძალული დიდი ფინანსური, როგორ თქვა, დანაკარგი არც მწარმოებლების მხრიდან არ იქნება. გულისხმობ რას? ამ შემთხვევაში იქნება სისქის მხრივ, ანუ უფრო მრავალჯერადი და უფრო სქელი პლასტიკის პარკების დამზადება. და კიდევ ერთი ამ პლასტიკის პარკებს აქვთ ბიოდეგრადირებულობისათვის შესაბამისად გარკვეული მახასიათებლები. ადგილობრივი წარმოების პარკები თუ აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რომელიც სტანდარტით არის დაწესებული. ბიოდეგრადირებად პარკებს რაც შეეხება, მოგახსენებთ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებობს ევროპული სტანდარტიზაციის კომიტეტის მიერ დამტკიცებული 432 სტანდარტი, სადაც არის ტესტები, დაშლადობა, კომპოსტისთვის არ უნდა კონდეს უარყოფით შედეგი მძიმე მეტალების ოდენობასთან დაკავშირებით და სხვა. ანუ აღნიშნული ტესტების დადებითად
ჩაბარებას ჩაბარების ახერხებს თუ არა? შემდგომ ხდება ბიოდეგრადირებადის და კომპოსტირებადის მარკირება პარკის. ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში სამწუხაროდ საქართველოში ბიოდეგრადირებადი პარკები არ იწარმოება, ანუ ძირითადად გვაქვს ოქსოდეგრადირებადი პარკები და ოქსობიოდეგრადირებადი, თუმცა ოქსობიოდეგრადირებადი პარკი არის იგივე პლასტიკისგან დამზადებული პარკი, რომელიც შეიცავს დანამატებს, რომელიც ხელს უწყობს მის მიკროფრაგმენტებად დაშლას. ანუ იშლება უფრო მარტივად მიკროფრაგმენტებად, თუმცა მისი სრულად დეგრადაცია აღარ ხდება. ამიტომ კომპონენტი გვაქვს შესაძლებელი იმისათვის, რომ გარემოს დამაზიანებლები არ ვიყოთ და დაძმობილო რომ გარემოს დაცვის სამინისტროს ეს პროექტი იქნება ერთ-ერთი ნაბიჯი იმისათვის, რომ შესაბამისად ჩვენც ვიყოთ ევროპასთან ახლოს ამ ნაწილში და გარემოს დაბინძურებას თავი ავერდოთ. რამე ხომ არის ესეთი დეტალი, რომელიც სანამ საკანონმდებლო განხილვები დაიწყება ამ პროექტის, შეგვიძლია მაყურებელს გავანდოთ, რომელიც იქნება თქვენი შეფასებით გადამწყვეტი პრინციპში ამ პროცესში. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით და უფრო მეტი კამპანია ამ მიმართულებით რა ზიანს აყენებს გარემოს და რატომ არის მნიშვნელოვანი პლასტიკის პარკების შემცირება. ევროპის უმეტესი ქვეყნები და არა მხოლოდ ძირითადად საზოგადოება იყენებს ქაღალდის და ასევე უფრო მეტად მრავალჯერადი ტექსტილის შანთებს. და იმედი გვაქვს, რომ აღნიშნულ პროექტს ექნება მხარდაჭერა როგორც ბიზნესის, ასევე საზოგადოების მხრიდან და ყველა ერთად ვიზრუნებთ გარემოზე. იმედი მაქვს, რომ მართლაც მაღალი იქნება მხარდაჭერა და პრინციპში დარწმუნებულიც კი. თუმცა ამას გვაჩვენებს დრო და ვნახოთ, როგორ იქნება პრინციპში საბოლოო ვარიანტი იმ პროექტის, რომელსაც გარემოს დაცვის სამინისტრო წარმოადგენს. ვიკა მეტრეველი ნარჩენების მართვის სამსახურის წარმომადგენელი გსტუმრობდა საქმიანად ილაში.